სიახლეა. პირველ რიგში რაც თვალში მოხვდებათ არის აი ეს ნაწილი, რომელიც პირადად ჩემთვის სახელურის ფუნქციას ასრულებს. მოდით გავიგოთ უფრო მეტი ამის შესახებ. ამბობენ, რომ Lenovo-ს დიზაინერებმა და ინჟინერებმა შეძლეს სამი პრობლემის მოგვარება, რომელსაც ყველაზე ხშირად ხდება მომხმარებელი პლანშეტური კომპიუტერების გამოყენების დროს. ეს არის დაღლილობა მისი სიმძიმისაგან, დასაყენებელი მექანიზმის არ ქონა სწორი ზედაპირისთვის და ასევე არასაკმარისი ხედვის კუთხე. ამ სამი პრობლემის მოგვარების დროს დაიბადა ყველასაგან გამორჩეული Yoga ტაბლეტი. ვნახოთ, რამდენად საინტერესო მოწყობილობა გამოუვიდა Lenovo-ს. კორპუსის ფორმა მართლაც განსხვავებულია. ის რაღაცით მოგვაგონებს ჟურნალს, რომლის წაკითხული ფურცლებიც ერთ მხარეს ამოვკეცეთ. მისი სისქე 3 მმ-დან 8.1 მმ-მდე იზრდება და ბოლოვდება ცილინდრული ხელსაკიდით, რომლის სისქე 21 მმ-ია. ხელსაკიდის გარდა ეს არის ადგილი, სადაც განთავსებულია მოწყობილობის აკუმულატორი, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. შთაბეჭდილება რჩება, რომ მისი კორპუსი დამზადებულია სრულად მეტალისაგან, თუმცა უკანა პანელი არის პლასმასი, რომლის ფაქტურაც ჰგავს ალუმინს. ერგონომიკის თვალსაზრისით პლანშეტი გამოვიდა მოსახერხებელი და კომფორტული. მოწყობილობა აღჭურვილია 10.1 ინჩიანი დისპლეით გარჩევადობით 1280x800 პიქსელზე. როგორც ყველა IPS მატრიცის მქონე დისპლეებს, მოწყობილობას აქვს მაღალი ხედვის კუთხეები და სიკაშკაშე. მხოლოდ ერთი რამ საწყენია. ეს უნიკალური დიზაინის მქონე მოწყობილობა იმსახურებდა Full HD დისპლეის, თუმცა ვთვლით, რომ არსებული გარჩევადობაც არ შეგიქმნით დისკომფორტს. კამერა მოწყობილობაში საშუალო დონეზეა წარმოდგენილი. უკანა 5 მეგაპიქსელიანი ავტოფოკუსით და Full HD ვიდეოს გადაღების საშუალებით. წინა 1.6 მეგაპიქსელიანი ვიდეოს გარჩევადობით 720p. მოწყობილობის სპიკერი ელემენტის მსგავსად განთავსებულია ეგრეთ წოდებულ სახელურზე. მოწყობილობა მუშაობს MediaTek-ის ჩიპსეტზე. 4-ბირთვიანი პროცესორით სიხშირით 1.2 GHz. გრაფიკაზე პასუხს აგებს PowerVR SGX 544MP ამაჩქარებელი. მოწყობილობის სისწრაფე საშუალოა. ამას თქვენ იგრძნობთ მხოლოდ მაღალი გრაფიკის მქონე თამაშებში. ტაბლეტში ჩაშენებულია 1 GB ოპერატიული და 16 GB შიდა მეხსიერება. მეხსიერების გაზრდა შეგიძლიათ micro SD სლოტის საშუალებით. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს USB OTG ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რაც ნიშნავს იმას, რომ სპეციალური გადამყვანის მეშვეობით თქვენ შეძლებთ პლანშეტზე დააერთოთ ფლეშ მეხსიერება ან პორტატული მყარი დისკი. რა თქმა უნდა, მას აქვს ძირითადი საკომუნიკაციო საშუალებები, Wi-Fi, Bluetooth და GPS-ი. პლანშეტში გამოიყენება აკუმულატორის სიმძლავრით 9000 mAh-ში. წარმოებლის სიტყვებით ეს საკმარისია Wi-Fi-ზე უწყვეტად 18 საათი სამუშაოდ. აკუმულატორის ტევადობა ნამდვილად შთამბეჭდავია. ჩვენი ტესტირების დროს მოწყობილობამ 15 საათი აჩვენა ვიდეო გაუჩერებლად. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დაახლოებით 10 ჰოლივუდური ფილმის ყურებას შეძლებთ გადაბმით. ან 5 ბოლივუდური ფილმის ნახვას ისე, რომ არ გადაახვიოთ ინდური ჰანგები ან შთამბეჭდავი ცეკვები. გარდა ამისა, მაღალი ტევადობა გაძლევთ საშუალებას დამუხტოთ თქვენი smartphone USB OTG ტექნოლოგიის მეშვეობით. პლანშეტი მუშაობს Android-ის 4.2 ვერსიის ოპერაციულ სისტემაზე, საფირმო ინტერფეისით Lenovo Launcher. ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოწყობილობის ძლიერი მხარე არის მისი კონსტრუქცია, გათვლილი ერგონომიკა, მაღალი ავტონომიურობის მაჩვენებელი და ხარისხიანი ხმა. უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, ეს არის პროცესორის საშუალო სიმძლავრის მაჩვენებელი და დისპლეის არა Full HD გარჩევადობა, თუმცა ფასიდან გამომდინარე რთულია ეს ორი მხარე მინუსად ჩავთვალოთ.